მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილ კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. გერმანიის ბუნდესლიგის მე-9 ტურში ჰაიდენჰამ მაშინ აინტრეხტთან 1-1 ითამაშა. ანგარიში 32 წუთზე არიონ იბრაჰიმოვიჩის საგოლე პასით ბუდუ ზიუზივაძემ გახსნა. ქართველმა ფორვარდმა ჯერ საკუთარ ნახევარზე ორთაბრძოლა მოიგო. შემდეგ კი სწორი მიმართულებით განავითარა სიჩქარე და მომენტი გოლით დაასრულა. მეორე ტაიმში 50 წუთზე იბრაჰიმოვიჩს შეეძლო ბუდუ მეკარესთან პირდაპირ დაეტოვებინა, თუმცა მისი პასი ჩაიჭრა. სტუმრებმა წონასწორობა მეორე ტაიმში აღადგინეს. გოლი რასმუს კრისტენსენის ანგარიშზეა. გასულ სეზონში აინტრახტი ბუნდესლიგაში მესამე ადგილზე გავიდა. მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზეა და კვლავ ევროსაგზურისთვის იბრძვის. ჰაიდენჰამი ბოლო ადგილზეა და გუნდის მიზანი გასული სეზონით მსგავსად ელიტაში ადგილის შენარჩუნება. ასე რომ დღევანდელი ანგარიში შეგვიძლია სენსაციას შევაფასოთ. ქართველმა ფორვარდმა ბუნდესლიგაში ჩატარებულ ბოლო 9 მატჩში გოლი ვერ გაიტანა. აინტრახტთან ეს ცუდი სერია დაასრულა, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ყოველთვის სასტარტო 11-ში არ იყო. 9-დან 4 მატჩში 45 წუთზე ნაკლები ითამაშა. 5 შეხვედრაში 45 წუთიან უფრო მეტი. მის სტაბილურ თამაშს ხელი ორმა ფაქტორმა შეუშალა. გასულ სეზონში ტრავმის გამო 4 მატჩი გამოტოვა. ამ სეზონში დორტმუნდთან გააწევეს და 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა. მატჩის დასრულების შემდეგ ზივზივაძემ ჰაიდენჰამის ოფიციალურ გვერდთან კომენტარი გააკეთა. დღევანდელი ქულა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პირველ ტაიმში უკეთესი გუნდი ვიყავით. მეორე ტაიმში ფრანკფურტმა აკონტროლა თამაში და ანგარიში დამსახურებულად გაათანაბრა. ვფიქრობ საბოლოო ჯამში 1-1 ორივე გუნდისთვის სამართლიანი შედეგია. იმის გათვალისწინებით თუ როგორ წარიმართა შეხვედრა. მაყოფილები ვარ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ყველა თამაში უნდა ვიბრძოლოთ და ქულების დაგროვება ვესადოთ. გოლი პირადად ჩემთვის ძალიან ემოციური იყო და იმედი მაქვს რომ მომავალ მატჩებშიც ასე გაგრძელდება. შეგახსენებთ რომ 9 მატჩის შემდეგ ჰაიდენჰამმა 5 ქულა დააგროვა და ბოლო მე-18 ადგილზეა. მე-17 ადგილზე მაინცია, ამდენივე ქულით. თუმცა ბურთების უარესი შეფარდების გამო ზივზივაძის გუნდი ბოლო პოზიციაზეა. ლონდონო ტურში 8 ნოემბერს გერმანელები ლევერკუზენს ესტუმრებიან. პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ლივერპულმა ასტონ ვილას უმასპინძლა და 2-0 დაამარცხა. კარგი მატჩი ჰქონდა გიორგი მამარდაშვილს, რომელმაც პრემიერ ლიგაში პირველი გამარჯვება იზეიმა. ასტონ ვილამ თამაში კარგად დაიწყო და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. გიორგის საქმეში ჩართვა ორჯერ გახდა საჭირო. პირველად ეს ქეშის დარტყმის დროს მოხდა, როცა ბურთი მამარდას კარისკენ რიკოშეტის შედეგად წავიდა და ეფექტური ნახტომით მოიგერია. მეორე შემთხვევაში როჯერსის შორეული დარტყმა გაუნებელყო. ანგარიში პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში მოჰამედ სალაჰმა გახსნა. ფარაონმა ემილიანო მარტინესის შეცდომით ისარგებლა და მერსისაიდელებმა ტაიმი 1-0 მოიგეს. მეორე ნახევარში მამარდაშვილს ბევრი საქმე არ ჰქონდა. მის კარში მხოლოდ ერთი დარტყმა წავიდა, რომელიც მარტივად დაიჭირა. გამარჯვების შემდეგ არნეს სლოტმა თენთან ისაუბრა. დღეს რაც ყველაზე მეტად მომეწონა არის ის, რომ თითოეული გრძნობდა ამ მატჩის მნიშვნელობას. ვსაუბრობ ჩემ ფეხბურთელებსა და კლუბის კომაგებზე. დღეს ეს თითოეულისგან დავინახე. ეს ის მომენტი იყო, როცა უნდა გვეჩვენებინა, რომ კვლავ აქ ვართ. ფეხბურთში გოლები დიდ განსხვავებას ქმნის. არ ვარ ძალიან დარწმუნებული, მაგრამ შესაძლოა სხვა მატჩებში უფრო მეტი შანსი შევქნათ. ყოველთვის ელოდები ჩემპიონთა ლიგის ღამეს. რეალთან მატჩი კიდევ უფრო განსაკუთრებულია. ეს არის გამოწვევა, რომელსაც მოუთმენლადელი. თითოეული მოთამაშის გამო მიხარია. ვიცი რომ გუნდში იყვნენ ისეთები, ვისაც თავის თავსა და მომავალში ეჭვი ეპარებოდათ. ამიტომ ეს მოგება ძალიან საჭირო იყო. ახლა ყველა უფრო გავძლიერდებით და გამარჯვებას გავაგრძელებთ. თუმცა ლივერპულმა პრემიერ ლიგაში 4 მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა და მომენტისთვის 18 ქულით მესამე ადგილს იკავებს. არნე სლოტის გუნდი შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე საკუთარ კედლებში მადრიდის რეალის წინააღმდეგ ითამაშებს. საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში პარი სენ-ჟერმენმა ნიცას უმასპინძლა და 1-0 დაამარცხა. ამ გამარჯვებაში თავისი წვრილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა, რომელმაც გონსალუ რამოსს საგოლე გადაცემა გაუკეთა. ქართველმა ფეხბურთელმა მინდორზე 90 წუთი გაატარა. კვარა გამორჩეულად აქტიური იყო და მუდამ გამწვავებაზე თამაშობდა. თანაგუნდელებს არაერთი მომენტი შეუქმნა.
დრიბლინგიც არაერთხელ და მწვავე ჩაწოდებებითაც გვანებიურებდა. მთელი მატჩის განმავლობაში პარიზელები აქტიურობდნენ და მომენტს ექმნიდნენ, თუმცა გოლი არ გადიოდა. ლუის ენრიკემ მეორე ტაიმში ყველა შემტევი შეცვალა, გარდა ხვიჩა კვარაცხელიასი, რამაც შედეგი გამოიღო. საჯისმიერ კომპენსირებულ დროში კუთხურის დროს ქართველმა ფეხბურთელმა თავით გონსალო რამოსს საგოლე პასი გაუკეთა და პარი სენ-ჟერმენმა მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ გავლენიანმა გამოცემა სოფასკორმა პარიზელთა ფეხბურთელები შეაფაზა. აღსანიშნავია, რომ კვარამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ხვიჩამ 9.1 რეიტინგი დაიმსახურა. შეხვედრის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ისა ძალიან ძლიერი გუნდია. დღეს უფრო მეტად ისავდნენ თავს ვიდრე სხვა დროს. ვფიქრობ, მთელ შეხვედრაში ძალიან კარგად ვიმუშავეთ დაცვაში. პირველი 30 წუთი კარგი არ იყო, მაგრამ დანარჩენ ნაწილში ვფიქრობ, გამარჯვებას ნამდვილად ვიმსახურებდით. ბურთის ფლობას მიჩვეულები ვართ. ეს ჩვენი მთავარი ძალაა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბოლო წამებზე შედეგი მოვიპოვეთ. გზას ვაგრძელებთ და ბედნიერები ვართ. გოლის ასეთი აღნიშვნა თითქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყოს. როცა გესმის როგორ მღერიან შენი გულშემატკივრები 94 წუთზეც კი უნდა იბრძოლო. როგორც დღეს ვიბრძოლეთ. ბოლოს კი ეს შესანიშნავი გახდა ყველასთვის, რადგან 3 ქულა მოვიპოვეთ. რამოსის გაყვანა? ყველაფერი გავაკეთეთ, რაც გვეგონა, რომ გამარჯვებისთვის დაგვეხმარებოდა. ვფიქრობდით, რომ უსმანისა და გონსალოს შესვლაც მნიშვნელოვანი იქნებოდა. თელმა გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. ჩვენ მართლა ძალიან ბედნიერები ვართ. გარდა ენრიკესა ხვიჩაძე საფეხბურთო მედიამაც აქტიურად დაწერა. ფუტომერკადო. პირველ ტაიმში ნიცას მარცხენა მცველს მელვინ ბარს ნამდვილი კოშმარი მოუწყო. გააწამა. ტემპის შეცვლების, სხეულის მოძრაობით მოტყუებები, ფეხებს შორის ბურთის გაძვრენა. ის იყო ნაპერწკალი, რომელიც პესეჟის შეტევების სიცოცხლეს სცენდა. აშკარა იყო, რომ ეს მხოლოდ მას შეეძლო და ამას ნიცას მცველებიც იხსოვდნენ, რომლებიც ხშირად უკან იყურებოდნენ. ლის გადაცემის შემდეგ შესანიშნავი პასი შეასრულა და რამუშმა გოლი გაიტანა. მაიქს ფუთი. გარემარბს პირველ ტაიმში თამაშზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, თუმცა საკუთარ საჯარიმოში გადამწყვეტი იყო. როცა მეკარესთან ახლოს ყოფმა ბურთი თავით მოიგერია. მეორე ტაიმში უფრო მეტ ქაოსს ქმნიდა ნიცას დაცვაში. განსაკუთრებით მისი საგოლე პასია გამოსარჩევი, როცა რამუშმა გამარჯვების გოლი გაიტანა. Bein Sport USA. კვარაცხელიამ კარის ხაზზე შესანიშნავად იმოქმედა და გუნდი გოლის განიხსნა. ნიცა ანგარიშის გახსნასთან ახლოს იყო. ტომლუშეს შესრულებული კუთხურის შემდეგ ჯუმაბამ პესეჯეს კარისკენ ახლო მანძილიდან დაარტყა. ხვიჩა კვარაცხელიამ სწრაფად იმოქმედა, კარის ხაზზე აღმოჩნდა და პესეჯე გადაარჩინა. შეგახსენებთ ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში ხვიჩას გოლი არ გაუტანია. 9 მატჩში მის აქტივში 2 საგოლე პასია. რაც შეეხება პესეჟეს, ისინი მომდევნო მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე გამართავენ და ბაიერნს დაუპირისპირდებიან. ოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ხავი გარსიამ გიორგი ჩაკვეტაძეზე ისაუბრა. ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და დიდხნიანი ტრამვის შემდეგ მოედანზე დაბრუნებას გეგმავს, რაზეც გარსიამ კომენტარი გააკეთა. გიორგი ტრამვისგან გვებრუნდება. საჭიროა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგრესს ყურადღება მივაქციოთ და ვიპოვოთ საუკეთესო დრო, რათა გუნდს შეუერთდეს. ცნობისთვის ჩაკვეტაძეს 2025 წლის 5 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. ჩემპიონშიპის გასულ სეზონში ბრისტოლ სიტის წინააღმდეგ ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. ჩაკვე 31 წუთზე შეცვალეს და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პერიოდს გადის. ჩემპიონშიპის 12 ტურის შემდეგ უოტფორდს 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს. კრაზანები მომდევნო შეხვედრას 1 ნოემბერს გამართავენ და საკუთარ კედლებში მეორე ადგილს ან მიდლსბორს მიიღებენ. არის შანსი ჩაკვემ ამ შეხვედრაში მიიღოს სათამაშო დრო. საფრანგეთის ლიგა 2-ში ზურიკო დავითაშვილმა მორიგი გოლი რედსტარს გაუტანა. პირველი ტაიმის შემდეგ რედსტარი 2-0-ს იგებდა. 72 წუთზე ქართველმა შემტევმა ჯარიმიდან გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში 2-1 დააფიქსირა. მატჩის შემდგომ ქართველმა ფეხბურთელმა ადგილობრივ მედიას ინტერვიუ მისცა და განვლილ მატჩზე ისაუბრა. დასანანია რომ წავაგეთ, მაგრამ დიდი შედეგის მისაღწევად მსგავსი მატჩები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მოგებები. უნებრივია ქულის აღება ძალიან კარგია, თუმცა ეს ფეხბურთია და ყოველთვის ასო როლს ვერ მიიღებ. ახლა ჩვენ შეგვიძლია გამნელი მატჩიდან შეცდომები გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ ისინი მომდევნო მატჩებისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი მიზანი, რაც პირველ ლიგაში დაბრუნებაა. თანებს ვპირდები, რომ ეს გუნდი მათ იმედებს აუცილებლად გაამართლებს. ჩემი გოლი, როცა ვაგებთ ამაზე საუბარი, ნაკლებად მიყვარს. ბევრი არაფრის თქმა შემიძლია, უბრალოდ მომენტით ვისარგებლე და ბურთი კედლის დაბლა გავაცრუნე. ნამდვილად კარგი გოლი გამოვიდა.
უბრალოდ ახლა ამაზე სასაუბრო ხასიათი არ მაქვს. ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში დავითაშვილმა 12 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ბოლო 5 შეხვედრაში კი 4 შეაგდო. ბომბარდირთა დავაში მხოლოდ 2 ფეხბურთელს, პენატიებსა და დურანტს ჩამორჩება. ზურიკო კარგ ფორმაშია და გაცილებით მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშს იმსახურებს. სამწუხაროა, რომ 24 წლის ასაკში დროს რანგით მეორე ლიგაში კარგავს. ვიმედოვნოთ, რომ ზამთარში უფრო ძლიერ ჩემპიონატსა და კლუბში გადავა. სენტ-ეტიენი არასტაბილურია. ბოლო 4 მატჩიდან 3 დათმო, ამიტომაც ლიდერობა დაკარგა. 23 ქულით მესამე ადგილზეა და პირველმყოფ ტრუას 4 ქულით ჩამორჩება. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეო 3 ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.